ჩინური საავტომობილო ინდუსტრია იმდენად სწრაფად და თვალის მომჭრელად ვითარდება, რომ ამერიკული ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები პრეზიდენტ ტრამპს დახმარების თხოვნით მიმართავენ. ცოტა ხნის წინ გაიმართა შეხვედრა ტრამპის ადმინისტრაციაში, რომელსაც ესწრებოდნენ ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე პროფკავშირები, აგრეთვე ფოლადის მწარმოებლები და სხვადასხვა ავტო ნაწილების, ასევე დისტრიბუტორები და მწარმოებლები. მოკლედ გაერთიანება იყო მთელი ინდუსტრიისა, რა ვიცი, ფორდით დაწყებული, General Motors-ით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველა იქ იყო და ეგ ორიც საკვარისია, მაგას რომ ვამბობთ, იქ უკვე გასაგებია რასთან გვაქვს საქმე და მათ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართეს ასეთი თხოვნით. ამ კვირას დაგეგმილი ვიზიტის ფონზე ისინი ითხოვენ გარანტიას, რომ ტრამპმა არ დაუშვას ამერიკის ბაზარზე ჩინური ავტომობილების ბრენდების შემოსვლა, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს ყველა ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანიის გაკოტრება. პირდაპირ აი ასე დაისვა საკითხი. მათი განცხადებით, ჩინური ავტომწარმოებელი ბრენდები იმდენად კარგად, სწრაფად და იაფად და ეფექტიანად აწარმოებენ ავტომობილებს, რომ მათთან კონკურენციის გაწევა უბრალოდ არის შეუძლებელი და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტრამპი დაუშვებს გამონაკლისს და ჩინელებს მხოლოდ და მხოლოდ ამერიკაში მისცემს წარმოების უფლებას და იქ გაყიდვის საშუალებას, ამ შემთხვევაშიც კი დამარცხდებიან ამერიკული კომპანიები, რადგანაც ჩინეთს შეუძლია ძალიან მარტივად დიზაინი შექმნას ამერიკის გარეთ ძალიან იაფად და ეფექტურად და შემდეგ უბრალოდ ნახაზები ააწყოს და დამთავრებულია ამბავი, ამით მაინც გაიმარჯვოს კონკურენციაში. აქ კომპანიებს მოყავთ ძალიან საფუძვლიანი არგუმენტი და ეს არგუმენტი ეფუძნება იმას, რომ ჩინეთი როგორც სახელმწიფო ასუბსიდირებს ინდუსტრიას და ერთი და იგივე რაღაცის შექმნა ამერიკულ კომპანიებს ძალიან ძვირი უჯდებათ ჩინურ კომპანიებთან მიმართებით, რადგანაც ჩინეთი თავად იღებს თავის თავზე ხარჯების ფასზე ალბათ არ იქნება საუბარი, ტექნოლოგიურიც და ინდუსტრიული ხაზიც ჩინეთი საკმაოდ სწრაფად განვითარდა, მაღალ ტექნოლოგიურია, მათ შორის AI უკვე ჩააშენეს, რაზედაც ამერიკაში ფიქრობენ ჯერ და ერთადერთი კომპანია, რომელსაც თეორიულად ჩინური ბრენდები, რომელიც არის 10 წლის და 8 წლის უფრო ძვირად ვერ გაყიდის უბრალოდ ბრენდის გამო, ხო, ვერ გაყიდის. ანუ ადამიანი უბრალოდ არ აირჩევს იმ ბრენდს, იმიტომ რეალურად კი მაღალ ტექნოლოგიური შეიძლება იყოს, უკეთესი დაკიდების სისტემა ქონდეს, უკეთესი მულტიმედია, მაგრამ უბრალოდ ეს ფსიქოლოგია, რომ ადამიანები პირობითად Ford-ს ან Mercedes-ს ან GM-ის რომელიმე წარმოებას უფრო ენდობიან, იმიტომ რომ ის 100 წლოვანი ბრენდია, 100 წელია ავტომობილს აწყობს და არის ჩვენს გვერდზე, ჩვენს ბავშვობაში არსებობდა, ხო. ამიტომ ეხა მარტო ფასი არ არის გამოსაზღვრელი ამ შემთხვევაში, წლები რო გავა, ეს ფასი აღარ იქნება გადამწყვეტ და შეიძლება ჩინური ავტოწარმოებაც ისეთივე იგივე საფასო კატეგორიაში იყოს, სადაც რასაც არის ეგეთი ბრენდები, ხო. რამდენიმე გამონაკლისი თუნდაც აი ზიკერ ვახსენეთ, ფაქტობრივად იმ საფასო კატეგორიაში, სადაც მისი კონკურენტები არიან. აქვე ის უნდა ითქვას, რომ ალბათ ერთადერთი კომპანია, რომელიც შედარებით დაცულად გზნობს თავს, არის Tesla, რადგანაც თავადაც მაღალ ტექნოლოგიურია, მაგრამ ერთი პრობლემა Tesla-სთან მიმართებით ის არის, რომ მაგალითად ჯილის ერთ-ერთი მოდელი, რომელიც Tesla-ს პირდაპირ კონკურენტია, ყველა პარამეტრით, სიმძლავრითაც, მაქსიმალური სხვრის მანძილითაც და დიზაინითაც, ღირს დაახლოებით $15,000 ნაკლები, ვიდრე Tesla Model 3 და მომხმარებელი, რომელიც ბიუჯეტურ ელექტრომობილს ყიდულობს, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ამ საფასო სხვაობას. მოკლედ, აი ასეთი ვითარება გვაქვს ახლა ამერიკაში, რაღაცნაირად ინდუსტრია არის ტრამპზე ინდობილი ბოლომდე შესქერიან ხელებში, ელოდებიან რომ 2-3 დღეში არ გაიგებენ რომ მათი ბიზნესი დასრულდა, ალბათ არც დასრულდება, მეეჭვება. ძალიან ადრამატიზებენ ახლა. ძალიან ადრამატურლებენ, მაგრამ თავს იცავენ წინასწარ, რადგანაც ხედავენ რაც მოხდა ევროპაში და რაც მოხდა მექსიკაში, სადაც ჩინურმა ავტოწარმოებელ ბრენდებმა უბრალოდ აიღეს ბაზარი. გაერთიანებული სამეფო არის კარგი მაგალითი. ბოლო პერიოდში გაყიდული ავტომობილების უდიდესი ნაწილი არის ჩინური წარმოების, რადგანაც მოხმარებელი ირჩევს როგორც ისე კარგ პროდუქტს, რომელიც არის ხელმისაწვდომი უკეთეს ფასად. კი ბატონო, OpenAI-ზე გადავიდეთ და Microsoft-ზე, რომლებიც შემოსავლების განაწილების მაქსიმალურ მოცულობას შეთანხმდნენ და ის $38 მილიარდამდე განისაზღვრა. მხარეებს შორის ხელშეკრულების პირობები გასულ თვეში გადაიხედა, როგორც ირკვევა აღნიშნული ცვლილება OpenAI საშუალებას მისცემს, რომ სხვა პარტნიორებიც მოიძიოს, ისეთები როგორც Amazon-ი და Google-ი ამ შემთხვევაში, რაც რა თქმა უნდა კომპანიისთვის განვითარებისთვის პერსპექტივაში საუკეთესო გზა და ვარიანტია. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დაწესებული ფინანსური ლიმიტი ინვესტორების თვალშიც კომპანიის მიმზიდველობას გაზრდის. არსებული ინფორმაციით OpenAI-ის ხელმძღვანელობა წლის ბოლოსთვის ვიცით, რომ საფონდო ბირჟაზე
გასვლას გეგმავს და გადახდები ზედაზღვარის არსებობა კომპანიის გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის გარანტია შეიძლება იყოს. აქვე უნდა აღვნიშნოთ Microsoft-ის როლი პრინციპში OpenAI-ის განვითარებაში. საწყის ეტაპზე 2019 წლიდან Microsoft-ის ჩართულობა იყო და 13 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა მაშინ Microsoft-მა კომპანიაში, თუმცა Sam Altman-ის კომპანიამ შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო, ასე ვთქვათ, იმაზე ზრუნვა, რომ გასულიყო Microsoft-ს გარეთ სხვა კომპანიების დაეპარტნიორებიდან და შესაბამისად მოქცეულიყო ისე, რომ არც Microsoft-ი დარჩენილიყო, ასე ვთქვათ, განაწყენებული, როგორც დარჩა მაგალითად ბატონი ილონ მასკი და პროცესი მიმდინარეობს და შესაბამისად გახდომდა შეთანხმება, რომელიც ორივე მხარისთვის სავარაუდოდ მომგებიანი იქნება OpenAI-ის დალისტვას საფონდო ბირჟაზე და გასვლას მთელი კორპორაციული სამყარო ელოდება, ისევე როგორც SpaceX-ის, მოკლედ წელს საინტერესო წელი იქნება ამ მიმართულებით ნამდვილად. კი, ამ მიმართულებით გარიგებები ძალიან დიდი და შთამბეჭ დავიქნება და უნდა ვისაუბროთ ერთ გარიგებაზე, რომელიც არ და ვერ შედგება, მასე ჩვენ წინა კვირასაც ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ეს გარიგება იყო აბსურდული და მისი შედგენის შანსი იყო ძალიან დაბალი და ასეც GameStop და eBay-ის კომპანია, რომელიც 12 მილიარდის კაპიტალიზაციისაა თავად 56 მილიარდად ყიდულობდა სხვა კომპანიას. მათემატიკა იყო გაუგებარი და მათემატიკა იმდენად გაუგებარი იყო, რომ eBay-მ პირდაპირ უარი თქვა ამ შესყიდვის წინადადებაზე და eBay-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ GameStop-ს ფული არ აქვს, საიდან მოიტანენ ვერ ხვდებიან და ურჩევნიათ თავი დაანებონ ამ გარიგებაზე საუბარს, რადგანაც ეს ბაზრის манипуляცია, ინვესტორებს რაღაც შეიძლება ისეთი მოლოდინები გაუჩნდეთ, რაც არ უნდა ჰქონდეთ და ამან შეიძლება ბაზარი წაიყვანოს საერთოდ სხვა მიმართულებით და დაზარალდნენ ამ პროცესით ინვესტორები და რაღაცნაირად შეგვიძლია ვთქვათ, რომ GameStop-ის ეს აბსურდული შეთავაზება ჩავარდნილი არის წყალში, ის თავიდანვე იყო მარტივად რომ ვთქვათ, სისულელე, რადგანაც შეუძლებელია 12 მილიარდიანმა კომპანიამ, რომელსაც ცუდად აქვს თან საქმე და ბიზნესი კარგად ნამდვილად არ გამოსდის, იყიდოს 56 მილიარდად კონკურენტი კომპანია, რომელსაც ასევე არასახარბიელო შედეგი აქვს. რესტორანი იყიდება, ან რაღაც საშაურმე იყიდება, ჩემ ქუჩაზე შეუძლია ეგ იყიდოს eBay-ის ყიდვის საშუალება. არ აქვს GameStop-ს და ეს გარიგება ამ ქართულ e-commerce-ს მოერევა რაღაცნაირად. კი ბატონო, ქართულ e-commerce გაწდება როგორღაც eBay-ს ვერ მოაბამს თან Amazon-თან უნდა და კონკურენცია და ეგ მარტივი არ არის, თან ვალებით და ბიზნეს მოდელით, რომელიც ბევრი თამაში მოუვიდა GameStop-ს როგორც ჩანს და შეეშვან გეიმერობას ჯობია.